მოგესალმებით. ცხრილში მოცემული გვაქვს პროდუქტის გაყიდვების რაოდენობები და მოცულობები. სურს დავითვალოთ გაყიდვების ჩამური რაოდენობა და გაყიდვების ჩამური მოცულობა. ეს თანხები უნდა იცვლებოდეს დაფიქრული მონაცემების მიხედვით. მაგალითად, თუ დავფიქრავთ ქალაქებს და თბილისს ავირჩევთ, აქ თბილისის მონაცემებს უნდა მივჩვენებდეს. თუ სხვა ქალაქს ავირჩევთ, სხვა ქალაქის მონაცემები. ამისთვის დაგჭირდება ფორმულა საბტოტალი. საბტოტალს რომ გამოვიძახებთ, გამოგვიჩნდება ფორმულათა ჩამონათვალი. ამ ეტაპზე გჭირდება სამ ფორმულა დანუმრილი არის 9-ით, ამიტომ უნდა ჩავწეროთ ფორმულაში 9. სიმეს შემდეგ მოვნიშნოთ რაოდენობების სვეტი, რადგან რაოდენობებს ვთქვით ამუშაში. და enter. იგივე გავაკეთოთ მოცულობებისთვის, საბტოტალი გამოვიძახოთ. ისევ 9-იანი გავწეროთ პირველი სიმე და უკვე მოვნიშნოთ მოცულობების სვეტი. ეხლა შეგვიძლია მოვფილტროთ მაგალითად ნებისმიერი ქალაქი, რუსთავი და აქ გვიჩვენებს რუსთავის ჩამოყალიბების რაოდენობას და ჩამურ მოცულობას. ასევე თუ მოვფილტრავთ პროდუქტების მიხედვითაც დაგვიჩნდეს იგივე მონაცემები. ტელევიზორებს თუ მოვფილტრავთ, ტელევიზორების ჩამოყალიბების რაოდენობას და მისთვის და ჩამოყალიბების მოცულობასაც.